გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულები ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველი და ნომერ მეორე საჯარო სკოლების გუნდები გახდნენ. მათ თანაბარი ქულები დააგროვეს, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებულებს გურჯაანის მერის მიერ დაწესებული სპეციალური თასები გადაეცათ. უკვე რამდენიმე თვეა გურჯაანში მიმდინარეობს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის კონკურსი, სადაც ძალიან ბევრი ბავშვია ჩართული და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან უკვე თვეების განმავლობაში და დღეს ფინალი შედგა და ღირსეულმა გაიმარჯვა ნამდვილად. მე ვილოცავ გამარჯვებულ სკოლას, გამარჯვებულ გუნდს და იმედი მაქვს, რომ ყოველ ჯერზე სულ სხვადასხვა და ახალი გუნდების გამარჯვებებს ვიზეიმებთ. 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც შეირჩნენ სხვადასხვა საფეხურის გავლის შემდეგ და კომპეტენტური ჟიურის მიერ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღევანდელმა დღემ, რომ ეს ჩემპიონატები ძალიან დიდ ინტერესს, ძალიან დიდ ხალისს იწვევს ჩვენს ახალგაზრდებში, აჩვევს მეგობრობას, აჩვევს გუნდურობას. გარდა ამისა, ბავშვები მეგობრდებიან, სხვადასხვა სკოლების გუნდები ერთმანეთთან იღებენ რაც დადებითია მომდევნო გუნდისაგან, რაც ასევე მათ გამოცდილებას ძეს. ძალიან მომეწონა, შესანიშნავი იდეაა და ვისურვებ, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს, კიდევ უფრო ბევრი ბავშვი და მოსწავლე ჩაერთოს და მონაწილეებს ვუსურვებ, რომ ეს მხიარულება და ხალისი და ეს პოზიტიური განწყობა, რომელიც აქვთ მთელი ცხოვრება შეინარჩუნონ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ ადამიანებად, კრეატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან. ვუსურვებ წარმატებას უთო მონაწილეს და მთლიან გურჯაანს.